დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, ქალბატონ ნინო, საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ ხართ პირდაპირ კონტაქტზე. ქალბატონ ნინო, არჩევნების შემდეგ თქვენ ჩვენი სტუმარი არ ყოფილხართ, შესაბამისად მინდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევაფასოთ. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მხოლოდ 3.9% მიიღეთ თქვენ ხმების რაოდენობას გულისხმობ. რას უკავშირებთ თქვენთვის არასახარბიელო შედეგს? თქვენ თქვით, რომ არჩევნები კოაბიტაციურ რეჟიმში წარიმართა და გაყალბდა. რას გულისხმობთ? გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ შედეგს მე ვუკავშირებ იმ აბსოლუტურად მიუღებელ საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქმედებდა და რომელიც არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ სწორედ იმ ამოცანის შესასრულებლად, რომ მაქსიმალურად მეტი ხმა მიეღო და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა, ასევე მე ვუკავშირებ უამრავ დარღვევას და არჩევნების გაყალბებას, რომელსაც ადგილი უდაოდ ჰქონდა ძალიან დიდ მოსყიდვას, როდესაც წარმოუდგენელი ფული დაიხარჯა არჩევნებზე, იმდენად რომ პრაქტიკულად ეს არჩევნების მეორე დღესვე უკვე ლარის კურსს ძალიან სერიოზულად დაეტყო. რა თქმა უნდა, იყო ობიექტური ფაქტორებიც, ჩვენ ნამდვილად ველოდებოდით დაახლოებით 12%-მდე ხმის მიღებას, როგორც ჩანს, ჩვენ 12% ნამდვილად არ ჰქონდა და ეს ამას მოგახსენებთ ახლავე განაპირობა ნაწილობრივ იმ პოლარიზებამ, რომელიც მოხდა ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა ნაციონალური მოძრაობა როგორც საფრთხობელა და ეს სპეციალურად გააკეთა და გადაარჩინა ნაციონალური მოძრაობა იმისათვის, რომ ნაწილი მოსახლეობის დამდგარი მოძრაობა, მაგრამ 8-9% ჩვენ ნამდვილად ჰქონდა, რომელიც უბრალოდ გაგვიმესამედეს. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც აჭარის მაგალითი, როდესაც ჩვენ აჭარაში ორჯერ მეტი ხმა მივიღეთ ვიდრე დანარჩენ საქართველოში, რაც აბსურდია და აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთო საქართველოს პარტია და არა რეგიონალური პარტია. და ამის მაგალითი არის და დამადასტურებელი საბუთი არის თუნდაც ის, რომ ჩვენი 300-მდე საჩივარი არსებობდა, რომელზეც აბსოლუტურად ყველაზე უარი მივიღეთ როგორც საოლქო კომისიებში, ასევე პირველი და მეორე ინსტანციის, ანუ სააპელაციო სასამართლოებში. არც ერთი უბანი არ გახსნა ქართულმა ოცნებამ, რომ გადათვლილი ყოფილიყო ჩვენს მიერ გაპროტესტებული უბნები, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ შეეშინდათ ამ უბნების გახსნა. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენი ხმების ნაწილი გადალაგებული იყო ქართული ოცნების, ხოლო მეორე ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ბიულეტენების დასტაში და ნებისმიერი უბნის გახსნა დომინოს პრინციპს გამოიწვევდა და გამოაჩენდა რეალურ შედეგებს ამ არჩევნებისას. ეს ძალიან ნათლად ჩანს, მართალია, ესე ვთქვათ, პროფესიონალი თვალისთვის, მაგრამ ყველა დასკვნაში, რომელიც აქამდე გაკეთდა, მე დღეს ბოლო NDI-ის დასკვნა მომივიდა, სადაც ძალიან ნათლად წერია ჩვენი პრეტენზიების შესახებ და სხვა პარტიების პრეტენზიების შესახებ. ძალიან ნათლად ჩანდა კომენტარებში, რომლებიც გააკეთეს გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა და კომენტარიც არ უნდა. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ მოიპარე და გაბრალებენ ქურდობას და შენ არ ხსნი არც ერთ უბანს და არც ერთი ბიულეტენის გადათვლის უფლებას არ მაძლევ და ყლაპავ იმას, რომ გეძახი ქურდს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ქურდი ხარ და ნამდვილად მოიპარე ბიულეტენები. როგორც არასამთავრობო, ასევე ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც ეს არჩევნები შეაფასეს პრინციპში დადებითად და მცირედი ხარვეზები გამოყვეს მხოლოდ და მხოლოდ. მე მაინტერესებს, რა ანალიზი შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ არჩევნების შემდეგ, აი ის რომ რესურსი გაგეერთიანებიათ, თუმცა თუნდაც საპატრიოტთა ალიანსთან დღეს საკანონმდებლო ორგანოში იქნებოდით. რატომ ვერ შედგა თითქოს და მსგავსი მსოფლმხედველობის ამ ორი პარტიის ერთობა და როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებით შეძლებს საპარლამენტო საქმიანობას ინაშვილის გუნდი, რომელიც პარლამენტში 6 წევრით იქნება წარმოდგენილი? მე ვერ გეტყვით ახლა რამდენად წარმატებით შეძლებენ ფუნქციონირებას, წარმატებას უსურვებ ნებისმიერ შემთხვევაში მათ. რაც შეეხება რატომ არ გაერთიანდა ეს გუნდები, არ გაერთიანდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული ხედვა გქონდა, მაგრამ ამავდროულად პატრიოტთა ალიანსი არ თვლიდა ხელისუფლებას, ესე ვთქვათ, მათთვის ოპონირებისათვის საჭირო ძალად. ისინი ამბობდნენ პირდაპირ, რომ ისინი ხელისუფლებასთან მოკავშირეები არიან, გაიხსენეთ ბატონი თარხანოურავის განცხადებები და ეს გამოჩნდა თუნდაც მაშინ, როდესაც პატრიოტთა ალიანსი პრაქტიკულად კვირების განმავლობაში გაჩუმებული იყო, ელოდებოდა რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული
მათი პარლამენტში შეშვებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა და ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდეც რომ გავერთიანებულიყავით ჩვენ და პატრიოტთა ალიანსი, რაც კიდევ გიმეორებთ ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ რამესთან იყო დაკავშირებული. მაშინ პატრიოტთა ალიანსიც ვერ მოხვდებოდა პარლამენტში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო და მან ეს განაცხადა ერთ-ერთ საკმაოდ მრავალრიცხოვან შეხვედრაზე, რომ ბურჯანაძე პარლამენტში არ მოხვედრილიყო. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, დაახლოებით 30 კაცი ისმენდა ამას. არ ვიცი ხა ეს შეცდომა როგორ დაუშვა, მაგრამ ფაქტია რომ დაუშვა და 30-ზე მეტი კაცი იყო იქ, რომ არ აქვს მნიშვნელობაო ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. ბურჯანაძე მარტო შევა პარლამენტში თუ 20 კაცთან ერთად, ის პარლამენტს თავის ხელში აიყვანსო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა ხედავდა, ამჯერად ის ნამდვილად მართალი იყო იმ რეალურ საფრთხეს, რომ თუ ბურჯანაძე იქნებოდა პარლამენტში, მას რა თქმა უნდა პარლამენტში ძალიან დიდი გავლენა ექნებოდა, რაც ივანიშვილის ინტერესებში ნამდვილად არ შედის, იმიტომ რომ მას უნდა რომ მართოს მას უნდა რომ დაიმორჩილოს ადამიანები, მას ჭირდება ან აბსოლუტურად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მან პარლამენტში შეიყვანა, ან ჭირდება მორჩილი უმრავლესობა, რომელიც მას ყავს ქართული ოცნების სახით, ან არ ვიცი ხა პატრიოტთა ალიანსი აწირა სიზამს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კრიტიკულ ვითარებაში პატრიოტთა ალიანსი, როდესაც წყდებოდა საკითხი პარლამენტში შეშვება არ შეშვების, გაჩუმებული იყო. მე მინდა იმედი ვიქონიო და ბატონი თარხანმოურავი აცხადებდა, რომ ეხა ჩუმათავარ და ამით ვიცავ ხმებსო. შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ქალბატონი ირმა გაცილებით უფრო მებრძოლი ადამიანია, ვიდრე ძალიან ბევრი მამაკაცი და არ გამოვრიცხავ, რომ ნამდვილად სერიოზულად იბრძოლოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ კიდეც რომ გავერთიანებულიყავით, მაშინ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძე კი არ შევიდოდა პარლამენტში. მაშინ შეიძლება ალასანია შეეყვანა ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში, ან ლეიბორისტები შეეყვანა, რომლებმაც ასევე გადალახეს ბარიერი. მე ზუსტად ვიცი, ამ ერთ წინადადებას ვიტყვი, რომ 27 სექტემბერს როდესაც ქართულმა ოცნებამ კარდაკარის მეორე ტალღის შემდეგ, რომელიც 3 მილიონი დაუჯდათ, მიიღო ინფორმაცია, რომ ბურჯანაძეს აქვს 10-12%, ბიძინა ივანიშვილმა მოიწვია 1 ოქტომბერს თათბირი და დავალება გასცა, რომ ბურჯანაძე პარლამენტში არ უნდა იყოს. აი ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან სამწუხარო რეალობა. კარგით, ქალბატონ ნინო, სამომავლო გეგმებზე მინდა ახლა ვისაუბროთ. რა გეგმა გაქვთ? არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კრიზისზე საუბრობენ ექსპერტები. თქვენც ხომ არ აპირებთ კოლეგა ოპოზიციონერების მსგავსად პარტიის დატოვებას? რას ხო არ ვაპირებ? პარტიის დატოვებას, თქვენი კოლეგა ოპოზიციონერების მსგავსად, როგორც თქვა თავისუფალი დემოკრატების რატო უნდა დავტოვო პარტია? მართლა არ მესმის, ძალიან სასაცილოა. არც ერთი ის პარტია, საიდანაც ლიდერები გაიქცნენ, დიდად რეალურად ოპოზიციონერი და მებრძოლი პარტია არასოდეს არ ყოფილა. პარტია, რომელიც იძახის, რომ დასავლურ ფასეულობებს სცემს, პატივს და პირველივე არჩევნებში წაგების შემდეგ ხუხულასავით იშლება, ნუ ეხლა ეს რომ პარტია არ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს ჩემის აზრით. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც 8 წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე ბრძოლებში ახერხებდა ერთიანობის შენარჩუნებას, მედგრად ყოფნას და ახლა ბურჯანაძე არ არის ის ლიდერი, რომელსაც გული წაუვა არჩევნებში წაგების და დამარცხების გამო, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. მე ვაპირებ ბუნებრივია პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას, მაგრამ რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნება ეს თუ ჩვენი მოსახლეობა გამოფხიზლდება ერთხელ და სამუდამოდ მესიების ლოდინს და ჯადოს ლოდინს მართლა და ჯადოსნური რაღაცა ჯოხების მიერ გადაწყვეტილი საკითხების მოლოდინს თავს დაანებებს და გააცნობიერებს ჩვენ რა გვინდა ვქონდეს რეალურად სახელმწიფო შეიძლება სირთულეებით წინ მიმავალი მაგრამ მაინც სახელმწიფო თუ გვინდა ვიყოთ ერთი პირის საწარმოში მაცხოვრებელი ადამიანები რომელთა ბედიც, რომელთა ქვეყანაც დამოკიდებული იქნება, რა ხასიათზე გაიღვიძებს ერთი კაცი, რომელსაც 7 მილიარდის ქონება აქვს. კარგით, ქალბატონ ნინო, დემოკრატიული მოძრაობის პროგრამა მინიმუმი რა არის? თვითმმართველობის არჩევნები და აქვე გკითხავთ, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ თქვენი პარტია რომელიმე გაერთიანებაში. მაგალითად, თქვენ დაადასტურეთ, რომ გუბას ანიკიძესთან შეხვედრა გამართეთ. მე გეტყოდით რომ ჯერჯერობით რაიმე გაერთიანებებზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია, რაც შეეხება ბატონ გუბას და არა მარტო მას ჩვენ ვსაუბრობთ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ გუბას ანიკიძეს და
ძალიან არ მინდა რომ ვინმე დაუვიწყოს მას ის ბრძოლა, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობამდე დაიწყო 99 წლიდან მოყოლებული და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად იბრძოდა იმისათვის, რომ საქართველო ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. მე არ გამოვრიცხავ ჩვენ ძალიან აქტიურ და ინტენსიურ თანამშრომლობას და ვთვლი, რომ ეს საქმე მხოლოდ წაადგება. რაც შეეხება პროგრამა მინიმუმი დემოკრატიული მოძრაობის, ამჯერად არის ის, რაზეც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაც მსჯელობთ, რომ არჩევნებმა ქვეყანაში აზრი არ დაკარგოს. იმიტომ რომ თუ ქვეყანაში არჩევნები დაკარგავს აზრს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება არც ადგილობრივ არჩევნებზე, ვინ გავა, რა კონფიგურაციით გავა, ვინ ვისთან გაერთიანდება, ვინ როგორ იქნება. პრაქტიკულად ამ არჩევნებმა მე არ ვუარყოფ იმას, რომ პირველი ადგილი ნამდვილად ქართულმა ოცნებამ მიიღო და მეორე ადგილზე ჩვენ და სამარცხვინოთ და თავის მოსაჭრელად მართლა მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ რომ ჩატარებულიყო ნორმალური არჩევნები და არა ის, რაც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი დავალებით სუსმა, დღეს პარლამენტში იქნებოდა 4-5 პარტია მინიმუმ წარმოდგენილი და ქართულ ოცნებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებოდა. ხა მართლა რომელ დემოკრატიულ არჩევნებზე ვლაპარაკობთ ხალხო 73 მაჟორიტარიდან 73-ვე ქართულმა ოცნებამ როგორ გაიყვანა, არავინ აღარ იყო სხვა მაჟორიტარი, ავტორიტეტული და არავის არ ქონდა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, მით უფრო, როდესაც მაჟორიტარების ნახევარი ყოფილი ნაციონალები არიან და ნაციონალური მოძრაობის სიაში იყვნენ. 73-დან 73-ვე მაჟორიტარი, ანუ 100% ამ ქვეყანაში არ გასულა არც შევარდნაძის დროს და არც მიხეილ სააკაშვილის დროს. კაპტონინო, ჩვენი დრო იწურება, მე ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, მინდა მოკლედ შეაფასოთ საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი პირები. თქვენ წლების მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარე იყავით. მე-19 მოწვევის პარლამენტს სავარაუდოდ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შეძლებს ის, როგორ ფიქრობთ, იყოს წარმატებული ხელმძღვანელი? როგორ ფიქრობ, რა იქნებ გაიმეოროთ კითხვა? იქნება ის წარმატებული ხელმძღვანელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმატებით უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე, როგორ ფიქრობთ? იცით რა, ნუ ვიმარჩიელებთ, ახლა ვერ უხელმძღვანელებს წარმატებით, იმიტომ რომ დამოუკიდებელი არ არის და ვერ იქნება. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და მე ამას მარტივად ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რაოდენ ძნელია იყო პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც შენ არ აყავს შენი გუნდი, როდესაც შენ დამოკიდებული ხარ სხვა გუნდზე, ან შენ გუნდზე, მაგრამ ის გუნდი შენ არ გემორჩილება, მით უმეტეს, როდესაც ამის შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. ის რომ ირაკლი შეეცდება ნამდვილად ბევრი კარგის გაკეთებას, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვშიშობ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ერთი ადამიანი წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს, შეუძლებელი იქნება რეალურად პარლამენტი წარმატებული იყოს. მე ერთ რამეს ვიტყვი, პარლამენტიც, მთავრობაც აბსოლუტურად აკომპლექტებული არის არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, რომ ადვილად სამართავები იყვნენ ეს ადამიანები, ეს უბრალოდ დააქცევს ქვეყანას და ამის მაგალითია თუნდაც ლარის კურსი, რომელზეც მე კარგახანია ვსაუბრობ და განსაკუთრებით აქტიურად ვსაუბრობდი არჩევნებამდე. მე ვამბობდი არჩევნებამდე, რომ არჩევნების შემდეგ ლარის კურსის დაჭერას ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა და ლარის კურსის დევალვაცია აუცილებლად მოხდებოდა. დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ის განცხადება, რასაც აკეთებს მთავრობა, რომ ლარის კურსი არ იმოქმედებს ფასებზე, ეს არის უბრალოდ ცინიზმი და ტყუილი და მოდით გავაჩეროთ ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში და ვკითხოთ, შეიცვალა თუ არა ფასები უკვე არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს კომუნალურ ხარჯებსაც დაეტყობა, ასე რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.